ახალი 9 საათზე პირდაპირ ეთერში ბრუნდება. არაკომფორტული მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით. საკრებულოს დეპუტატი ჯაბა სამუშია ყვითელ მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის გაუმართავობას აპროტესტებს და შესაბამის კომპანიას სატენდერო პირობებს ახსენებს. პრობლემა, რაზეც თვითმმართველობის ორგანოში საუბრობენ, მეცხრე არხის ექსპერიმენტითაც დასურდება. ჩვენმა კორესპონდენტმა დღეს თბილისში ყვითელი სამარშრუტო ტაქსით იმგზავრა. 51 სამარშრუტო ტაქსში ქუჩაში არსებულზე მაღალი ტემპერატურა. ასეთია ექსპერიმენტის შედეგი, რომელიც ჩვენ დღეს თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩავატარეთ. მეცხრე არხის ჟურნალისტებმა ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვაჟა-ფშაველას მიმართულებით ვიმგზავრეთ. მიკროავტობუსში მყოფი მოქალაქეების სახეზე რთული არ ყოფილა იმ პრობლემის ამოკითხვა, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობის ძირითად ნაწილს აწუხებს. ცხელა ძალიან, მაგრამ როგორც წესი მიზეზი ის არის, რომ გაბრჭყებულია და არ მუშაობს. ყველა მარშრუტკაში სადაც მძღოლები ითხოვენ, მგზავრები ითხოვენ, რომ ჩაირთოს. რა თქმა უნდა, ისეთი დროა, რომ სიცხეა და პრობლემაა. რატომ არ მუშაობს კონდიცირების სისტემა თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებში? ეს არის კითხვა, რომელზე პასუხსაც მოქალაქეებთან ერთად თბილისის საკრებულოშიც ითხოვდნენ. ჯაბა სამუშიას თქმით, მიკროავტობუსების ტენდერის დროს კონდიცირების სისტემა ერთ-ერთი პუნქტი იყო და კომპანიას ვალდებულება აქვს, რომ ეს საკითხი ყველა მიკროავტობუსში მოაგვაროს. მიკროავტობუსების ტენდერში გამარჯვებულ ფირმას ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად ჰქონდა ჩადებული, რომ მას უნდა ქონოდა კონდიცირების სისტემა. ჩვენ მივმართავთ მერიას, რომ სასწრაფოდ დაუკავშირდეს თბილისის მიკროავტობუსს, მოახდინოს იმ ხელშეკრულების პირობების, ასე ვთქვათ, შესრულება. მოქალაქეებისა და საკრებულოს წევრის ბრალდებებს თბილისის მიკროავტობუსის წარმომადგენელმა უპასუხა. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემა გამართულია და კონდიციონერის ჩართვა ძღოლმა უნდა უზრუნველყოს. ყველა მძღოლი გაფრთხილებულია და ვალდებულია, რომ ეს სისტემა კონდეს ჩართული. იმ შემთხვევაში, თუ ჩართული არ არის, გზავრ შეუძლია მოთხოვოს ჩართვა და თუ მძღოლმა მისი მოთხოვნა არ შეასრულა, გზავრ შეუძლია დაგვიკავშირდეს და ჩვენ მივიღებთ სათანადო ზომებს, რომელშიც ასევე შედის ადმინისტრაციული ნორმებიც. მძღოლების დამოკიდებულებაზე საუბრობენ მგზავრებიც. მათვისაც ხშირად უწევს მიკროავტობუსით მგზავრობა, ამბობენ, რომ მძღოლების უმრავლესობა საწვავის დაზოგვის მიზნით კონდიციონერს არ რთავს. tartawan კონდიციონერებს არ ირთვება. გითხოვიათ მძღოლისთვის? ეხლა უკვე აღარ აზრი არ აქვს. ხოვნას რამდენჯერ უთხარით, იმდენ რეაგირება არ არის და აწუხებს ხალხს, რა თქმა უნდა, სიცხე. გთხოვთ ხოლმე მძღოლს, რომ კონდიციონერი ჩართოს? როცა არ არის, მithოვია ხოლმე, კი ბატონო. ასრულებენ ხოლმე? რა თქმა უნდა, არა. თავად მძღოლები კი ხელმძღვანელი კომპანიის ხარვეზზე საუბრობენ. მათი თქმით, კონდიციონერები არ მუშაობს და მისი შეკეთება თბილისის მიკროავტობუსის ფარეხში ახლა მიმდინარეობს. გაფუჭებულები არის, მის რაღაცა 80%. და არ ცდილობთ რომ გააკეთოთ? კი, რიგში ვარ და რიგი არის და ყველა შეძრულად ყველა გააკეთებს. თბილისის მიკროავტობუსში უნდა გააკეთოთ? კი, ის თვითონ ჩამოსულები არიან თურქეთიდან და თვითონ იმათ წარმომადგენლები არიან და ისინი აკეთებენ. თქვენი ხელმძღვანელები ამბობენ, რომ თქვენ არ რთავთ და მარშრუტების უმრავლესობაში არის შო. კი ბატონო, პრობლემა არ აქვს, ჩავხდა დამახენ. გასაკეთებელი კონდიციონერი ორი მანქანად ესაა გასული, გასაკეთებლად ყველა ყოველ იმაზე ჩვენ გვიწევს ხელი გასვლა. პრობლემა ფაქტობრივად თბილისში მოძრავ ყველა მიკროავტობუსის მგზავრს. მას შემდეგ აწუხებს, რაც ყვითელმა ტრანსპორტმა თბილისში მოძრაობა დაიწყო. როდის შეასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ნაკის ვალდებულებას, რომ მგზავრების კომფორტული გადაადგილება უზრუნველყოს, უცნობია. ცხელი ზაფხულის მიუხედავად, დედაქალაქის მერიას თბილისის მიკროავტობუსის ხელმძღვანელებისთვის ტენდერის პირობების შესრულება ჯერჯერობით არ მოუთხოვია.